ბათუმში გარევაჭრობაზე კონტროლის მექანიზმები მკაცრდება დაახლოებით 1 თვის წინ ბათუმის მერიაში ახალი გარევაჭრობის განყოფილება შეიქმნა, სადაც 3 ადამიანი დასაქმდა. განყოფილებაში ერთიან კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ცვლილებები ძალაში ახალი წლიდან ამოქმედდება. რა სიახლეებია მოსალოდნელი და როგორ აფასებენ დაგეგმილ ცვლილებებს გარემოვაჭრეები, სულხან მესხიძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ქალაქში არსებულ თვითნებურად მოწყობილ გარევაჭრობაზე კონტროლის მექანიზმები მკაცრდება. ბათუმის მერიაში სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელიც გარევაჭრობის ინსპექტირებას განახორციელებს. ამ ეტაპზე ახალ კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც ქალაქი რამდენიმე ზონად დაიყოფა და გარევაჭრობისთვის შესაბამისი ადგილები გამოიყოფა. ბათუმის მერის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების სამსახურში ირწმუნებიან, რომ მოვაჭრეებისთვის გამოყოფილი ტერიტორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში არსებული გარევაჭრობიდან საკმაოდ დიდი ნაწილი არაორგანიზებული გარევაჭრობით არის დაკავებული, ზოგიერთი ესე ვთქვათ თვითნებურად ახერხებს გარევაჭრობას და საკმაოდ რთულია მისი გაკონტროლება. ამიტომ ჩვენ ვამუშავებთ ახალ კონცეფციას, სადაც გარკვეულწილად მითითებული იქნება ის ადგილები, სად შეიძლება გარევაჭრობა, რისი აკრძალვა იგეგმება. ახალ შექმნილ განყოფილებაში საკანონმდებლო ინიციატივაზეც მუშაობენ. ტიტე აროშიძის განმარტებით დოკუმენტის მიღების შემდეგ მერიას უნებართვო ვაჭრობის ფაქტებზე საჯარიმო სანქციების გატარება შეეძლება. მზადდება საკანონმდებლო ინიციატივის პროექტიც, გამომდინარე იქედან, რომ გარევაჭრობის უფლების გამცემი ორგანო გახლავთ და მარეგულირებელი ორგანო გახლავთ თვითმმართველობა, თუმცა უნებართვო გარევაჭრობაზე, უკანონო და უფლებო გარევაჭრობაზე ჩვენ რეაგირების მოხდენა არ შეგვიძლია, ეს აღნიშნული გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად აღნიშნული უფლება ასევე იქნება თვითმმართველობის ფუნქციაც. შესაძლო რეგულაციებს გარემოვაჭრეები დადებითად აფასებენ, თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობენ. ბაზარში კიდევ თავხდებით როგორ არა ამ წყალში და აქ ვინ გაჩერდება, საერთოდ მიდან შეწოლილი არა, მაგრამ ჩვენ არ ყავთ პატრონი. ხელისუფლება ჩვენთვის ცალია? თქვენთვის რა იქნება უფრო მისაღები? უფრო მისაღები ის იქნება, რომ თავს საფარში შეგვიყვანოს ნორმალურ ფარგლებში. ბაზარში ჩვენ იმიტომ არ შევდივართ, რომ ის ბაზარი არის მივარდნილ ადგილას, ავტობუსი და არაფერი არ დადის იქანე. ამისთვის მე შევთავაზებდი იმ ბაზარს. პირადად მე შევიდოდი, 500 ლარი გადამიხადოს თვეში, თავისი პროდუქტი მომიტანოს და ვჯდები ვიმუშავებ კეთილსინდისიერად. ასე თუ დამასაქმეს, თორემ ისე ვერ შევა. რომ ჩემი ხარჯებით მე ვიყავი იქ 8 თვე, 1800 ლარი ჩავყარე და გამოვედი, აგერ ხალხი მოწმე არის. ამისთვის თუ აქ რამენაირად შეგვიწყობს ხელს რაღაც გაგვიკეთებს ისეთ ფარდულებივით რამესაც რომ ჩვენ ვიმუშავებთ, გადასახადსაც გადავიხდით. დღეისათვის ქალაქის მერიაში გარევაჭრობის მსურველთა სულ 1700 განაცხადია, მათგან 60% უკვე დაკმაყოფილდა. ინფორმაციას ბათუმის მერიაში გვაწვდიან, რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ბათუმში მათი ამოქმედება გაზაფხულიდან იგეგმება.